კლდანის საპყრობილეში მშავდებულებისა და ბრალდებულების მიმართ სასტიგმო პრობის ფაქტებს შეერთებულ შტატებში ეხმიანებიან. ამერიკაში მყოფი ქართველები წამების ფაქტებს საპროტესტებად და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ. პარალელურად პირველ შეფასებებს მეცხრეებთან ინტერვიუში ყოფილი დიპლომატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკეთებენ. თურქეთში 2005-2008 წლებში ამერიკის ელჩი როს ვილსონი აცხადებს, რომ ციხეში განვითარებული მოვლენები აღმაშფოთებელია. კიდევ ერთი დიპლომატი კორი ველტის თქმით, სისასტიკეზე დროული რეაგირებაა საჭირო. ციხეში განვითარებული მოვლენები აღმაშფოთებელია. ამ ფაქტთან დაკავშირებით შეერთებული შტატების საელჩომაც სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც თავისი გაოგნება და შეწყვეტილება დააფიქსირა. ხოლო ხელისუფლებას სრულყოფილი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა. ის კადრები, რაც ვნახე საშინელება, ამით ვერავინ იამაღებს. ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს დროული რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტებზე, რაც სწორია დემოკრატიის განვითარებისათვის. ისიც ვიცი, რომ ქართულ საზოგადოებაში დღეს ძალიან ბევრს მსჯელობენ და კამათობენ ამ პრობლემაზე, რაც ასევე მართებულად მიმაჩნია, ასე რომ ახლა დროული რეაგირების მოხდენაა საჭირო.